დაუფიქრდით ერთ მარტივ, მაგრამ ღრმა შეკითხვას. როდის იყო ბოლოს, როდესაც საკუთარ თავს დაუთმეთ დრო ისე, რომ დანაშაულის გრძნობა არ გქონდათ. ახლა დახუჭეთ თვალები და უბრალოდ დაფიქრდით. ეს იყო 1 საათის წინ, 1 დღის წინ, 1 წლის წინ, თუ ამას უბრალოდ ვეღარც კი იხსენებთ. სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვკარგავთ შესაძლებლობას საკუთარ თავს დრო დაუთმოთ და ეს უყურადღებობა თანდათან ჩვევაში გადაგვდის. და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, ეს ჩვევა შეუმჩნევად ღრღნის ჩვენს ენერგიას, აქვეითებს თუ შეფასებას და აყენებს ზიანს ჩვენს ურთიერთობებს. გამარჯვებით, თქვენ უსმენთ პოდკასტს მე ვარ თქვენი მასპინძელი, თამარ ვანერი. ეს დრო თქვენ გეკუთვნით, დრო რომ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები, გაბადოთ იოცნებოდ და გახდეთ ქალი, რომელიც ქმნის საკუთარ მომავალს. დღეს შევეხებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას, საკუთარი პიროვნების, ანუ საკუთარი მეს წინ წამოწევის აუცილებლობას. ეს ის საკითხია, რომელიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ურთიერთობებზე. ხშირად, როცა საკუთარ თავს პირველობას არ ვანიჭებთ, ცხოვრება ივსება სტრესით, უკმაყოფილობებით და გადაღლილობით. ბევრი ფიქრობს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ეს ეგოისტობის ნიშანია, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით, ეს სინამდვილეში საკუთარი თავის პატივისცემის ყველაზე ძლიერი ფორმაა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ მცდარ წარმოდგენებზე, რომელიც გვიშლიან ხელს ვაღიაროთ ჩვენი პიროვნება. მივაქცეთ ყურადღება ჩვენს მოთხოვნილებებს და შეხედულებებს და გავიგებთ, როგორ ვაქციოთ საკუთარი მე ჰარმონიული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად, ისე რომ ეს დადებითად აისახოს ჩვენს ურთიერთობებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბარი თქვენი ახალი რეალობის დასაწყისი გახდეს. აქ მინდა ერთი ცხოვრებისეული მომენტი მოვიყვანო. გაიხსენეთ, როდესაც თქვენ ხართ თვითმფრინავში. თვითმფრინავის აფრენის წინ ინსტრუქტორი გვიხსნის, რომ ჟანგბადის ნიღაბი ჯერ თვითონ უნდა ავიფაროთ და მერე მივეხმაროთ მას, ვინც ჩვენს გვერდითაა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინ იქნება. ეს იქნება ჩვენი შვილი, მშობელი, მეუღლე თუ უბრალოდ უცნობი, რომელსაც დახმარება სჭირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით, შევძლებთ სხვების დახმარებას. ეს მარტივი პრინციპი ცხოვრების ყველა ასპექტში მოქმედებს. როდესაც საკუთარ თავს გულუყოფთ და სხვა პრიორიტეტებზე ფოკუსირებას ახდენთ, თქვენ ბოლოს ვეღარ იქნებით სასარგებლო ვერც საკუთარი თავისათვის და ვერც გარშემოყოფებისათვის. საკუთარი თავის პატივისცემა ნიშნავს, რომ თქვენ აღიარებთ თქვენს ღირებულებებსა და საჭიროებებს. დაფიქრდით, რამდენჯერ გითქვამთ კი, როცა სინამდვილეში არასთქმა გინდოდათ. რამდენჯერ გულოყავით თქვენი ჯანმრთელობა და დასვენება, მხოლოდ იმისათვის, რომ სხვისით ხოლმე შეგესრულებინათ. ჩემო ძვირფასება, როდესაც საკუთარ თავს გულოყოფთ, ადამიანები ამას ხშირად დონებად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ თქვენი საჭიროებები უმნიშვნელოა. ამიტომაც საკუთარი მეს პატივისცემა არის პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სხვებმაც ისწავლონ თქვენი პატივისცემა. იცით, ეს საკითხი ერთ პატარა ისტორიას მაგონებს. ერთხელ ჩემს კლინიკაში მუშაობდა ახალგაზრდა სპეციალისტი, სახელად რებეკა. ის არ იყო გათხოვილი, არ ჰყავდა შვილები და შესაბამისად მისი დროის განრიგი უფრო მოქნილი იყო, ვიდრე რიტასი, რომელსაც 2 შვილი ჰყავდა. ყოველი კვირის ბოლოს, როდესაც ისინი ქმნიდნენ მომავალი კვირის სამუშაო გრაფიკს, რებეკა ყოველთვის ითვალისწინებდა რიტას საჭიროებებს და საკუთარ თავს მეორე ხარისხოვნად აყენებ. ბოლოს ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ისე რომ მივეჩვიეთ კიდეც არავინ არ ვეკითხებოდი თუ რაიმე სჭირდებოდა მას. ერთ დღეს რიტა შემოდის ჩემთან კაბინეტში, წივილკილი, გაღიზიანებული და მიყვება, რომ რებეკა სმენას არ უთმობდა. რიტაც მისი გეგმები დაირღვა. ცოტა ხანში კაბინეტში რებეკა შემოვიდა ტირილით. ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა. როდესაც ჩვენ საკუთარ საზღვრებს არ ვაწესებთ, ადამიანები ამას ნორმად აღიქვამენ და ჩვენი საჭიროებები იკარგება. როდესაც სხვების მოთხოვნილებების და საკმაყოფილებლად ყოველთვის მზად ხართ, ისინი ამას ნორმად აღიქვამენ. ეს ქმნის მოლოდინს, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ მათთვის, რაც საბოლოოდ იწვევს თქვენი რესურსების გადაჭარბებულ გამოყენებას და რა თქმა უნდა, ურთიერთობებში გაუგებრობას. ამ პრობლემის გადაჭრის გზა საზღვრების დაწესებაა. თუმცა ხშირად ნამდვილად გვიჭირს ამ საზღვრების დაწესება და ეს უბრალოდ არ ხდება. ეს ყოველი
წარსულის გამოცდილებებს უკავშირდება. ბევრი ჩვენთაგანი ისმენდა ბავშვობაში ისეთ ფრაზებს, როგორიცაა მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, პირველ რიგში შენს და-ძმებზე იფიქრე, დაუტმე შენს მეგობარს და ასე შემდეგ. ეს ყოველი ზრდასრულ ასაკში ჩვენი ქცევის საფუძვლად იქცა და გვაკარგინებს უნარს საკუთარი სურვილები და საჭიროებები პრიორიტეტებად ვაქციოთ. ჩვენ სწავლობთ, რომ ჩვენი საკუთარი მესედმი, ყურადღება, ეგოიზმი და ვცდილობთ სხვების კომფორტი საკუთარ თავზე წინ დავაყენოთ. შიში, რომ საკუთარი მესპატივისცემა შეიძლება ეგოიზმად ჩაგვათვალოს, ძალიან გავრცელებულია. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს ორი ცნება აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. საკუთარი მესპატივისცემა ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ ზრუნავთ თქვენ საჭიროებებზე ისე, რომ არ უგულყოფ სხვების უფლებებს. ეგოიზმი კი სხვების საზღვრებისა და სურვილების აბსოლუტური უგულყოფაა. ეგოისტი ადამიანი ყურადღებას აქცევს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, საკუთარ სურვილებს და საერთოდ საკუთარ თავს. ხოლო ადამიანები, რომლებიც წინ აყენებენ საკუთარ მეს, ისინი პატივსცემენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ისინი ითვალისწინებენ გარშემო მყოფებსაც. ასე რომ თქვენი მეს პრიორიტეტად გადაქცევა, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობები. პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ თქვენს ახლობლებთან. ისე რომ დაიმახსოვრეთ, საკუთარი მეს პატივისცემა არ არის ეგოიზმი. ეს არის გზა, ვიყოთ უკეთესი ადამიანები, პარტნიორები, მშობლები და მეგობრები. დაფიქრდით, რანებიც გადადგათ უკვე დღეს იმისათვის, რომ თქვენ საკუთარ თავს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოусმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს, საკუთარ შეგრძნებებს. თქვენ ნამდვილად გეკუთვნით, იყოთ ბედნიერი. მადლობა, რომ მოусმინეთ დღევანდელ ეპიზოდს. გისურვებთ წარმატებებს.